მოგესალმებით მეგობრებო ყველას. დღეს ცოტა განსხვავებული ვიდეო შემოგთავაზებთ. ფიზიკურად უამინდობის გამო ვერ შევძლებთ ზღვისპირას წასვლა. დღეს რაც შევძელი სამსახურში, მუშაობ ზღვაში. სტრესი გადაღებაც შევძელი. გადავიღე, იმიტომ რომ ფიზიკურად საშუალება არ მაქვს ვიდეოს გადაღების, იმიტომ რომ ძირითადად სულ მდგომარეობაში ვარ და ტელეფონს ვერ ვიღებ. შესვენების პერიოდში რაც მოვასწარი, ის გადავიღე და მაგადრებს აუცილებლად ჩავსვო. ეხლა დღევანდელი ვიდეო რასაც შეეხება, დღევანდელ ვიდეოში მინდა განახოთ მიდიების მომზადება მოლუსკების, რომელსაც ვერსად ვერ ნახავთ, ვერც ერთ რესტორანში ვერ ნახავთ, იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელია ცოცხალი მიდიის პოვნა რესტორნებში და რაიმე დაწესებულებებში. მე ხა ამ ვიდეოში ყველაფერს აგიხსნით დეტალურად, განახევთ, სპეციალურად არ გავასუფთავე და წამოვიღე ისე როგორც არის ზღვაში. იმიტომ რომ განახოთ როგორ სუფთავდება ეგრეთ წოდებული მოლუსკები, როგორ უნდა გასუფთავდეს, რომ ჯანმრთელობას არ მიაყენოს ზიანი. სანამ გადავიდოდეთ ახლა მომზადებაზე და განახებთ როგორ ვასუფთავებთ ჩვენს მოლუსკებს, ეგრეთ წოდებულ მიდიებს, მანამდე გამოიწერე არხი, დააკომენტარე შენი აზრი და მოიწონე ვიდეო. მიდიები ზღვაში გამოიყურება ასე, ესენი არის პატარა მიდიები. ეხლა ესენი ყველაფერი უნდა მოშორდეს. წესით ეხლა ამ პერიოდში არ არის მიდიების სეზონი, მაგრამ ეს შემთხვევით გადავაწყდით ამას. გარედან უნდა გასუფთავდეს საგულდაგულოდ კარგად. არ უნდა შეყოს არაფერი. ამ პირველ მიდიას ეხლა გავახუჭებ და განახებთ ახლა როგორ იხსნება ასევე. ყველა მიდიას აქვს აქ თავისი ბეწვი. ეს ბეწვი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს თქვენს კუჭში. მიდია რომ გავხსნათ, საჭიროა ცოტა ვიპრესოთ. შევყოთ აქედან დანას. და გამოიყურება ასე. ბეწვზე რო გეუბნეოდით, ამ ადგილას აქვს ბეწვი. ეს შავი წამონაზარდი რომ აქვს, გავხსნით შემდეგ მიდიასაც და განახებთ. ეს ბეწვი არის, რაც კი რამე ბაქტერია არსებობს ზღვაში, ყველაფერს იწოვს, რო გელაპარაკებოდით. ბეწვზე აი ზუსტად ამაზე საუბრობდი. ეხლა მე ამ მიდიას გავასუფთავებ და გავამზადებ თან. ეს გარედანაც ტალახები და ესეთი რაღაცეები უნდა მოშორდეს. ეს არის ამაში არის ზღვის მატლი, ჯანმრთელობისთვის არ არის საშიში, მაგრამ უნდა გასუფთავდეს ესაც. მოვაშოროთ ეს ზღვის ბალახები და ხავსი. ეხლა ეს ბეწვი შორდება ასე, უნდა გავხეჭოთ მაღლა. და მზად არის. ესეთ მდგომარეობაში უნდა იყოს. შემდეგ ამას გავრეცხავთ. მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ გავასუფთავოთ. ეხლა დავიტანთ ქვაფშნერანელი. სანამ გადავიდოდეთ მომზადების პროცესზე, მანამდე გავასუფთავებ მე ამას. რაც შეიძლება ბეწვის სამოგლეჯვა უნდა მოხდეს ფაქიზად, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არის ზღვის წყალი შიგნით და ეს ზღვის წყალი არ უნდა დაიკარგოს. ეს რეცეპტი არის ბერძენი მეზღვაურების, რომლებიც აკეთებენ ახალდაჭერიზე და ამ რეცეპტს ვერსად ვერ შევხვდებით, თან საკმაოდ მარტივი არის. ვინც არის ის YouTube-ის გარდა, მუშაობს ზღვაში, ამ ეტაპზე ხა მიდიების სეზონი არ არის, არის პატარები. ზეგან როგორც განახეთ, მე შემთხვევით შემორჩენილები, შარშანდელი შემორჩენილები არის და კიდევ კაი ცოცხლები არის, იმიტომ რომ ეს შემთხვევაში იხოცებიან. შარშანა კატასტროფულად აწეული იყო ტემპერატურა, ალბათ გახსოვთ საბერძნეთში მცხოვრებლებს. იყო ძალიან სიცხე.
რის შედეგადაც სალონიკის მხარეში, სხვაგან არ ვიცი, იმიტომ რომ არ მოგიკითხე, სალონიკის მხარეში დაახლოებით 2-3 დღეში ალბათ 1000 ტონა მიდია დაიხოცა. არ არის 1000 ტონა მიდია, ცოტა შესაბამისად გაწყდნენ თევზებიც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თევზი არის, რომელიც იკვებება მიდიებით. და იმის გამო რომ მიდიები დაიხოცა, ფიზიკურად თევზებიც დარჩნენ საჭმლის გარეშე და შევიდნენ უფრო ღრმად. და ძალიან ბევრი მეთევზე დააზარალა ამ ფაქტმა. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ გაჩეხეს ყველაფერი, აღარ არის შრაგბადი. და ამ ყველაფრის მიზეზად, რომ დაახლოებით 1 კვირაში, 1 კვირის ინტერვალში დაიხოცა ამდენი მიდია, გამოიწვია სიცხეებმა და უჟანგბადობამ ზღვაში. სამწუხაროდ ცოტა დიდ დროს გვართმევს ამისი გასუფთავება, იმიტომ რომ ახალია, დღევანდელია, დღეს ამოვიყვანე. ჩემი ხელთამოყვანილები არის. და მაგიტო გადავწყვეტა სახში გადაღება, მინდოდა სიმბოლურად ზღვისპირას წავსულიყავი და გამეკეთებინა ეს ყველაფერი. მაგრამ ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა ამ მიდიას ვერ შევინახავ რამოდენიმე დღე და ვერ დაველოდები ამ მიდიის გამოსწორებას, იმიტომ რომ გაფუჭდება. და თუ გაფუჭდა, ფიზიკურად ესაც აღარ გამოგვივა, რასაც ახლა ვაკეთებ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ეს მიდია არის ვაკუუმში, შიგნით აქვს ვაკუუმი, ფიზიკურად შეუძლებელი არის გახსნა. თუ არ მიაწექი ხელით და დანით არ გახსენი, იმიტომ რომ ეს ესე აწვევი მიდიას, ის უშვებს ვაკუუმს და კარგავს, ასე ვთქვათ, ზღვის წყალსაც. ანუ ესე იგი, ისე თქვა მინდა, აქამდე ჯერ კიდევ შიგნით არის ზღვის წყალი. ამ მიდიის მომზადების პროცესში ბარემ გეტყვით და ვასპოილერებ ერთ ინფორმაციას. როგორც კი საშუალება მექნება და დრო მექნება, მოვაჩინე ერთი სოფელი საბერძნეთში, რომელსაც ზოგი ეძახის საჩრდილების და მოჩვენებების ქალაქს. დაახლოებით როგორც ჩერნობილში. აქ არ მომხდარა ატომური დაწესება და ასეთი მსგავსი რამ. უბრალოდ ომიანობის პერიოდი იყო. დასახლდა ერთი პერიოდი ხალხი და ისე ჩამოვიდა დაბლა. ეს ადგილი არის ერთი თაში. და დღემდე არსებობს ინფრასტრუქტურა, არის სკოლები, ბაღები, სუპერმარკეტები. რა თქმა უნდა, მიტოვებულები. მანდაც ვაპირებ დასწრას და გადაღებას. ერთ-ერთი ისტორიული ადგილია საბერძნეთის, რომელმაც გადაარჩინა 600-მდე ოჯახი ომიანობის პერიოდში, როცა იყო საბერძნეთი გერმანიის ომი. და მეტი რო აღარ ვილაპარაკო და შემდეგი ვიდეო საინტერესო რო იყოს, დანარჩენს ყველაფერს ახლანდან მოგიყვებით, როგორც საშუალება მომეცემა და დრო მექნება, წავალ და გადავიდე. პირველი ფენა მიდიების შეივსო. მე ახლა ამას დავუმატებ ეგრეთ წოდებულ ჰოთ-დოგის მდოქს, რომელიც არ არის მწარე, ბერძნულად მუსტარდა ქვია. ახლა გავდივართ უკვე თითქმის ბოლოში ჩვენს. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და დაკომენტარება და კომენტარი შენი აზრი. მითხარი რას ფიქრობ, მოგწონს თუ არა მოლუსკები. და კიდევ სალონიკის მხარეში თუ ვინმეს გაუჩნდება კითხვა, სად და როგორ უნდა იშოვოს ცოცხალი მიდიები, შეუძლია დამიკავშირდეს. გვერდის Facebook ლინკს ჩავაგდებ აღწერაში. ახლა სეზონი არ არის მიდიების, რა თქმა უნდა. მიდიების სეზონი დაიწყება დაახლოებით იანვრიდან უკვე, ახლა პატარა მიდიები, ესენიც ალაგ-ალაგ არის. იქ მე ხელი მიმიწვდება და შემორჩენილი მიდიას პოულობ, მაგრამ გასაყიდად არავის არ აქვს ახლა მიდია, ჯერ არ არის მიდიების სეზონი. და თუ იმე დაინტერესებით ცოცხალი მიდიის ყიდვით, დაწერეთ კომენტარებში YouTube-ზე, ან მოგწერეთ Facebook-ის პირად შეტყობინებებში. კიდევ ვიმეორებ, აღწერაში ვიტოვებ ჩვენი Facebook-ის ლინკს და დაგვიკავშირდით იქ. დავასრულეთ ახლა ჩვენი მიდიის გასუფთავება. ახლა გადავდივართ მთავარ ეტაპზე, რომელსაც განახილავთ ყველაფერს დაწვრილებით, რას და როგორ გავაკეთოთ. ბევრი ისეთი რთული არაფერი არ არის. ყველაზე რთული არის უბრალოდ ცოცხალი მიდიის შოვნა. მეტი არაფერი. სუპერმარკეტებში და იმაში, რა თქმა უნდა, არ იყიდება ცოცხალი მიდია. ცოცხალ მიდიაზე ხელი მიგვიწვდება ჩვენ. თუ იმას დაინტერესდება როგორ და რანაირად, შეგვიძლია კიდევ ვიტყვი რომ მოგწეროს და დეტალურად თავუხსნით ამ ყველაფერს. ახლა კი გავაგზავნოთ ჩვენი მიდიის კონცეფტები, მაგრამ კი გამოიცემი აქ. ეს არის მიდიის მეორე ფენა. ისევ გადავასხავ მუსტარდას, ჰოთ-დოგის მდოქს, მოვაყრი ცოტა ორეგანოს, ბევრი არა რომ თავის გემოზე არ წაიყვანოს და მოვაყრი ხვილად გაფქვილ წითელ ციცაკას. ეს ციცაკა გემოვნებით
ჩვენ ძალიან გვიყვარს და მაგიტომ ვაყრი ამდენს. ვისაც არ გიყვართ, შეგიძლიათ ვაფშე არ დააყაროთ. დავაწვევ ნახევარ ლიმონს და დავაცხავ თეთრ მშრალ ღვინოს. ტკბილის დასმა არ შეიძლება, იმიტომ რომ არის ცუდ გემოზე მიდის და მარილი საერთოდ აჭირდება. ღვინო დაახლოებით 150 გრამი საჭირო, მეტი არაფერი, ამდენი მიდიისთვის. ავანთებ ჩვენ საკამპინგო გაზს, რომელიც დაგოწყობთ ბუნებაში და ამას დავდგავ დაბალ ცეცხლზე. მიდია რომ გავიგოთ იმისთვის მზად არის თუ არა, მიდიის ნიჟარა უნდა გაიხსნას და უნდა მიიღოს ესეთი ფორმა. ეხლა ამას ავიღებ, მოვატეხავთ სალმხარეს, აქეთ მხარეს მიწებებული არის და მეორე ნიჟარით ამას მოწყვიტავ, მოწყვეტილია, ამოვიღებ წვენს აქედან, რადგან შიგნით აქვს სუნელები, ზღვის წყალი და ღვინო, მოვაწურავ ლიმონს და მზად არის რომ მივირთოთ. სასწაული გემოსია. ძალიან გემრიელია. სადეთ აუცილებლად, ვისაც გექნებათ საშუალება. სალონიკში ვინც ცხოვრობთ, შემიძლიათ დაგეხმაროთ, ამ ეტაპზე არა, როდესაც მიდიების სეზონი დაიწყება მასში და შემოგვეხმიანეთ, არ მოგერიდოთ, რასაც მოგეხმარებით. თუ მოგეწონათ ვიდეო და მოგწონთ ასეთი სტილის ვიდეოები, დაალაიქეთ ჩვენი ვიდეო და აკომენტარეთ თქვენი აზრი. აუცილებლად გამოიწერე გვერდი, რომ არ გამოგცეს შემდეგი ვიდეო. და შემდეგში აუცილებლად წავალთ იმ სოფელში, სადაც გითხარით, მიტოვებულ სოფელში, სადაც გელოდებათ ძალიან საინტერესო ვიდეო და გქონდეთ გამოწერილი არხი, რომ არ გამოგრჩეთ. გადავიღებ კიდე სხვადასხვა სტილის ვიდეოების პროდუქტებზეც და მოგხსნით ინფორმაციას, როდის იწმევა მიდია, როდის არის საშიში, როდის არ არის საშიში. იმიტომ რომ გვაქვს შეხება ასევე საზღვაო ლაბორატორიასთანაც, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას სეზონურად, რა პერიოდში შეიძლება იწმეოდეს მიდია და რა პერიოდში არის ვარგისიანი მიდიის ჭამა. მე ხლა ამით დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.